ინდიელებს სჯეროდათ, რომ ტბის სიღრმეში იმალებოდა უცნობი არსება. საუკუნეების შემდეგ ისევ დაინახეს ადამიანებმა. ამბობენ, რომ არსება ურჩხულს გავს. ვინ არის ტესი? ტაჰო ტესი კრიპტიდია, რომელიც, როგორც ამბობენ, ტაჰოს ტბის სიღრმეში ბინადრობს. მოდით დავიწყოთ ეს ამბავი სულ თავიდან. ჯერ მოვყვეთ, სად არის ტაჰოს ტბა და რას ამბობენ ადამიანები. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიისა და ნევადის საზღვარზე, სიერა ნევადას მთებში, ზღვის დონიდან 1897 მეტრზე არსებობს ულამაზესი ტბა, სახელწოდებით ტაჰო. ტაჰოს ტბა სიღრმით ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე ადგილს იკავებს. მისი სიღრმე 501 მეტრია. ტბა გარშემორტყმულია მაღალი მთებითა და წიწვოვანი ტყეებით. ზამთარში ეს ძალიან პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტი. ხშირად აქ მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოდიან ადამიანები და ტკბებიან ამ არაჩვეულებრივი ბუნებით. როგორც აღვნიშნე, მოთხილამურეებისთვის ნამდვილი სამოთხე. ტაჰოს ძალიან დიდი არჩევანი აქვს სათხილამურო ტრასების. სწორედ ამიტომ სპორტსმენები და მოხალისეები ხშირად ზამთარს ამ კურორტზე ატარებენ. აქ ხშირად ჩამოდიან ამერიკელი ოჯახები ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის შობის შესახვედრად. ისეთი ქალაქებიდან, როგორიც არის ლოს-ანჯელესი, საკრამენტო, სან-ფრანცისკო, ადამიანების უმრავლესობა სწორედ ზამთრის არდადეგებს ტაჰოს მთებში ატარებს. ზაფხულობით ტაჰოს უამრავი ადამიანი სტუმრობს. აქ ძალიან ბევრი მაღალი დონის სასტუმროა, რომლებიც სტუმრებს სრულფასოვან სერვისს თავაზობენ. გარდა ამისა, ძალიან განვითარებულია წყლის სხვადასხვა სპორტი, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს. ტბის გარშემო არსებულ წიწვოვან ტყეებში ველობილიკებია მოწყობილი. ადამიანები სეირნობენ, ძალიან ბევრი ვლოგერი ჩამოდის, ასევე ფოტოხელოვანი. არაჩვეულებრივი პანორამები, საუკეთესო კადრები, სუფთა ჰაერი და ამერიკის ფეშენებელური კურორტი ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს. რა თქმა უნდა, ტაჰოს მთებში აღმოაჩენთ უამრავ ძალიან საინტერესო რესტორანს. აქ მთელი მსოფლიო სამზარეულოა წარმოდგენილი. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინის საოცარი არჩევანი. მოკლედ, ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანი აქედან აღარსად აღარ წავიდეს. როდესაც მე ტაჰო ვნახე და ვიხილე მისი სილამაზე, ვნატრობდი, რომ ეს წუთები გაგრძელებულიყო, რადგან მსგავსი სილამაზე არსად არასდროს არ მინახავს. ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი „ნათლი მამა 2“ სწორედ ტაჰოზეა გადაღებული. ფრედოს ამბავით ამ წყალში ხდება და ეს კიდევ უფრო იდუმალს ხდის თითქოს აქაურობას. ძალიან ცნობილი ადამიანების სია ამოვიკითხე, ვისაც აქ აგარაკი ქონდა ან აქვს. ან სულ ახლახან შეიძინა. ერთ-ერთი ყველაზე მეტად ვინც დამაამახსოვრდა, ეს იყო ლაიზა მინელი. მანამ სანამ ამ ადგილას ამერიკელები იცხოვრებდნენ, დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ ინდიელები, რომლებიც საოცარ ამბებს ყვებიან ტაჰოს ტბის შესახებ. მაშასე, რას ამბობენ ინდიელთა ტომები? ვაშოს ცნობილი ინდიელთა ტომები სწორედ სიერა ნევადის აღმოსავლეთ მთებში ცხოვრობდნენ. ევროპელებთან კონტაქტამდე ვაშოს ხალხის ტერიტორია იყო ტაჰოს ტბა. ვაშოს ხალხის საცხოვრებელი არეალი მათ საკვების 3 სხვადასხვა გზით მიღების საშუალებას აძლევდა. ეს იყო თევზაობით, შემგროვებლობითა და ნადირობით. რადგან თითოეული გზა მოითხოვდა სპეციალურ უნარებსა და ცოდნას, ადამიანები როგორც წესი ერთ სფეროში იწვრთნებოდნენ, რათა შემცირებულიყო მათთვის დაკისრებული ამოცანების შეუსრულებლობის ალბათობა. ამიტომ ვაშოს ტომის ცხოვრება დამოკიდებული იყო გარემოს რეალურ შესაძლებლობებზე. მათ ჰქონდათ თევზაობის წელი, შემგროვებლობის წელი, სამ პერიოდად იყო დაყოფილი და ასევე ნადირობის წელი. ინდიელთათვის თევზაობის წელი იწყებოდა მაშინ, როდესაც თოვლი მთებში დნობას იწყებდა. სიმართლე რომ გითხრათ, მე არასდროს არ მინახავს ასეთი სუფთა წყალი, როგორც ტაჰოს ტბაში ვიხილე. ეს აბსოლუტურად გამჭვირვალეა 20 მეტრზეც კი.
ტომის ჯანმრთელი წევრები ტაჰოს ტბაში შედიოდნენ და თევზ ჭერას იწყებდნენ. აქ იყვნენ როგორც ახალგაზრდა ვაჟები, ასევე გაუთხოვარი ქალბატონები. სეზონის დადგომისას ტომის თითქმის ყველა წევრი თევზაობით იყო დაკავებული. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები და გასათხოვარი ქალბატონები, ვაჟები მაქსიმალურად იყენებდნენ ტბის რესურსებს და რაც შეიძლება მეტ თევზს იჭერდნენ. ტაჰო კი ამის საშუალებას ნამდვილად აძლევდა ადგილობრივ ტომებს. ტაჰო ტესის ლეგენდა ხშირად უკავშირდება ვაშოს ხალხის რწმენას, რომლებიც საუბრობდნენ წყლის ჩვილებზე, ძლიერ სულებზე, რომლებიც როგორც ამბობდნენ, ტბაში განსაკუთრებით ფსკერზე ბინადრობდნენ. ინდიელთა ტომებს სჯეროდათ, რომ ამ არსებებს ჰქონდათ რაღაც განსაკუთრებული ძალა და მათთვის ზიანის მიყენება შეეძლოთ. ამიტომ ძალიან ფრთხილობდნენ, როდესაც ტბის ფსკერზე მცხოვრებ არსებაზე საუბრობდნენ. ვფიქრობ, ესეც არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომ ამ ხალხმა იცოდა რაღაც ის, რაც შეიძლება ჩვენ არ ვიცით. ძალიან საინტერესოა მათი მონათხრობის წაკითხვა და მათი იმდროინდელი ტაჰოს ტბის აღწერა. რაღაც ცხოვრობს, მისი ეშინიათ და ფრთხილობენ მასზე საუბრისას. რაც შეეხება ტაჰოს ტბას, აქ უამრავი თევზი ბინადრობს, ასევე არიან დიდი თევზები, ძალიან ღრმა ტბა და მდიდარია თევზით. თუმცა ტესი თევზს ნამდვილად არ გავს. ინდიელები, რომელ არსებაზეც საუბრობდნენ, ალბათ ეს ის არსება, რომელიც ახლა უკვე ევროპელებსაც შეხვდათ. ტაჰოს ტბაზე დიდი არსების არსებობის შესახებ ერთ-ერთი უძველესი ცნობა 1865 წლით თარიღდება, როდესაც სან-ფრანცისკოდან ჩამოსულმა საზოგადო მოღვაწემ აისი კოგინმა განაცხადა, რომ მან დაინახა უზარმაზარი გველის მსგავსი არსება. მან აღწერა, რომ მას 14 ფუტის სიგანის თავი და 600 ფუტზე მეტი სიგრძის სხეული ჰქონდა. 1980-იან წლებში ტაჰოს ტბაში უცნობი არსების შესახებ მრავალი ინფორმაცია გავრცელდა თვითმხილველებისგან. ადამიანები აღწერდნენ, რომ ხედავდნენ რაღაც დიდ წყლის ქვეშ მოძრავ ბნელ ფიგურას, რომელიც ხშირად შესამჩნევ კვალს ქმნიდა. ერთ-ერთმა მოლაშქრემ განაცხადა, რომ დაინახა არსება, რომელიც ნავის ზომისაა. თითქოს მას აქვს თეთრი კბილები და უხეში კანი. 80-იან წლებში ტაჰოს არსების შესახებ ასევე არაერთი ცნობა არსებობს ადგილობრივი სამალდამცავი ორგანოებისგან. 1980-იან წლებში ადგილობრივი ტელევიზიის მფლობელი მაიკ კონვეი აცხადებს, რომ ტაჰოს ტბაზე სარეკლამო კლიპის გადაღებისას დაინახა რაღაც უცნაური კუზიანი არსება, რომელიც წყლიდან ამოდიოდა. 2005 წელს მომხდარი ამბავი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოდით მოვყვეთ მიკი დენილსის ისტორია. მიკი გამოცდილი მეთევზეა, ძალიან კარგად იცნობს ტაჰოს ტბას. მას ძალიან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს, იცნობს თევზის თითქმის ყველა სახეობას. იგი ამავდროულად არის ყოფილი სამართალდამცავი, შერიფი და საოცარ სურათს აწყდება. წყნარი ოკეანის დროით ტაჰოს ტბაზე დილის 7 საათია. ნისლიანი და მოღრუბლული ამინდია. მეთევზეები ტბაში შედიან და თევზაობას იწყებენ. უცებ საოცარ სურათს წააწყდებიან. წყალი თითქოს ორად იყოფა. რაღაცამ გამოიწვია ძალიან დიდი ტალღა. უცებ სიღრმიდან რაღაც წამოვიდა. ეს იყო არავამქვეყნიურად დიდი არსება. ეს არ შეიძლება თევზი ყოფილიყო. ტალღა ორად გაიყო. დაახლოებით ლათინური V ფორმა ჰქონდა. შემდეგ კი არაფერი. დარწმუნებულები ვართ, ეს იქნებოდა ის არსება, რომელიც ტაჰოს ფსკერზე ცხოვრობს. ჩვენ იმ დღეს ვნახეთ ტესი. ამ ამბავს ძალიან მაგონებს 1950-იან წლებში მეთევზეების მონაყოლი. თითქოს 30 ფუტამდე სიგრძის გველთევზამ წყლიდან ამოიწია და შემდეგ ისევ უკან ჩაყვინთა.
ძალიან ხშირად წერდნენ პრესაში 1897 წელს, მაგალითად სან ფრანცისკო ქოლი აქვეყნებს სტატიას, სადაც მოგვითხრობს ჟურნალისტი ადგილობრივებმა თუ როგორ დაინახეს დიდი შავი არსება ტბაში. ასევე საინტერესოა ტურისტების მონათხრობი, რომლებიც ყვებიან, რომ ტყიდან დაინახეს დიდი არსება, რომელიც ძალიან გავდა გველს, მაგრამ ის გველი არ იყო. უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას, ტაჰოს ტბაზე, არაამქვეყნიური არსება საკუთარი თვალით დაინახეს. ჩვენს მთავარ გმირ ტესის ორეული წყავს. მე ჩემს ბავშვობაში ძალიან კარგად მახსოვს წიგნი, რომელზეც გამოსახული იყო გველისებრი ცხოველი, რომელიც ტბიდან ამოდის. მკითხულობდით ხოლმე მე და ჩემი ძმა და ეს ძალიან საინტერესოდ გვეჩვენებოდა. ახლაც საინტერესოა ჩემთვის, როცა აღმოვაჩინე, რომ ის ურჩხული, რომელიც შოტლანდიის მთიანეთში ცხოვრობს, აბსოლუტურად მსგავსია ჩვენი მთავარი გმირისა, ტესის, რომელიც ცხოვრობს კალიფორნიის მთებში. არ ვიცი, როგორ ხდება ესეთი დამთხვევა, რომ ორივე ამბავი ტბას საკმაოდ ღრმა ტბებს ეხებათ და ანალოგიური ისტორიებია ნესისთან დაკავშირებითაც. მე მაინტერესებდა, როცა ამ გადაცემას ვაკეთებდი, რას ფიქრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც იკვლევენ მსგავს არსებებს, მსგავს ისტორიებს და ჩავიხედე მათ დასკვნებში. ტაჰო ტესის დანახვის ასახსნელად რამოდენიმე თეორია წამოაყენეს. ერთ-ერთი ცნობილი თეორია ვარაუდობს, რომ არსება შეიძლება იყოს გიგანტური ზუთხი. პრეისტორიული გარეგნობის თევზი, რომელიც ცნობილია, რომ დიდ ზომებამდე იზრდება. ზუთხები ფსკერზე იკვებებიან და სხვა ღრმა ტბებშიც ხშირად გვხვდება, რაც მათ ტაჰოს ტბაში დაფიქსირებული დიდი მუქი ფიგურების დამაჯერებელ ახსნად აქცევს. კიდევ ერთ-ერთი თეორია ბუნებრივ მოვლენებზე მიუთითებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის დევისის ტაჰოს კვლევითი ჯგუფის დოქტორმა ჩარლზ გოლდმანმა ივარაუდა, რომ ტესის მრავალი ხილვა, განსაკუთრებით ის, რაც აღწერს ყუზებს ან ტალღებს, შეიძლება გამოწვეული იყოს ქარის ნიმუშებით ან წყლის მოძრაობით, რაც ტბის ზედაპირზე დიდი არსებების ილუზიას ქმნის. თითქოს მორჩით გადაცემას. დასკვნად წავიკითხეთ, რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება, უბრალოდ ადამიანებს ხანდახან დიდი თევზები გონიათ, რომ ურჩხულებია და ამით უნდა დამესრულებინა ეს გადაცემა, თუმცა კითხვისას აღმოვაჩინე ერთი რამ. არა მხოლოდ შოტლანდიაშია ტესის მსგავსი არსება სახელად ნესი, არამედ უამრავ ღრმა ტბაში ძალიან ბევრი თვითმხილველი ამტკიცებს, რომ დაინახეს გველისებრი, ხაზგასმით ვამბობ, არსება. ეხლა კი ნამდვილად კარგად მოგავარდით. აღწერილობა: გრძელი სხეული, გველთევზას მსგავსი, ზოგჯერ 10-12 მეტრი, ქერცლიანი ზურგი. ადგილმდებარეობა შამპლენის ტბა, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკის, ვერმონტისა და კანადის კუბეკის საზღვარზე. ჯერ კიდევ აბენაკის ინდიელთა ტომი ყვებოდა გიგანტურ წყლის გველზე, რომელსაც ტა-ტოს კოქს უწოდებდნენ. მე-19 საუკუნეში უამრავი დამთვალიერებელი ამტკიცებდა, რომ წყალში უცნაურ დიდ არსებებს ხედავდნენ. ადგილობრივებმა არსებას ჩემპი შეარქვეს. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის ჩემპის სანახავად. ეს არსება დღემდე ამოუხსნელია ისევე როგორც ტესი და ნენსი. ადგილმდებარეობა ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდი ტბების სისტემაში, სახელწოდება ერის ტბა. ჩრდილოეთ ნაწილი ეკუთვნის კანადას, სამხრეთი კი აშშ-ს. ისტორია იგივეა. ადამიანები ამ ტბაში ხშირად ხედავენ გველისებრ ცხოველს და ამტკიცებენ, რომ დაინახეს დიდი ურჩხული. ადგილობრივებმა ამ ურჩხულს ბესი დაარქვეს. საინტერესოა მისი აღწერა. ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ ბესი გიგანტური ზღვის გველივით გამოიყურება, მუქი ფერის გრძელი სხეულით. ზოგჯერ არის ფარფლები. დღესაც ბესი ამ ტბის სიმბოლოა. გამოდის, რომ ღრმა წყლოვან ტბებში უამრავი საიდუმლო იმალება.
ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარების წაკითხვა. მე კი გაოცებით ვაგრძელებ კითხვას ურჩხულებთან დაკავშირებით, თუმცა თითქმის ყველა ფოტო, რომელიც თითქოს მტკიცებულება იყო, ურჩხულების არსებობის დასამტკიცებლად სადაო აღმოჩნდა. არ ვიცი თქვენ გჯერათ თუ არა, მაგრამ მე მაინც არ მსიამოვნებს ღრმა ტბაში, ნავით შუაგულ ტბაში სეირნობა. დაწერეთ თქვენი კომენტარები. გაუზიარეთ ვიდეო თქვენს ახლობლებს და დასვით ლაიქი. ამით არხს შევუწყობთ ხელს, რომ განვითარდეს. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი ბანკის ანგარიში და PayPal-ი. თუ გნებავთ დონაციის გაღება, ეს ძალიან მარტივია. დიდი მადლობა.